თუშეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა. ზაფხული ფაქტობრივად წლის ერთადერთი პერიოდია, როცა ამ მხარესთან კავშირი რამდენიმე თვიანი იზოლაციის შემდეგ ისევ შესაძლებელი ხდება. ტურისტული სეზონის გახსნასთან ერთად ტრადიციულ მარშრუტებს წელს კიდევ უფრო მეტი მიმართულება ემატება. ტურისტული ბილიკები მიუვალ სოფლებშიც გაიჭრა, ეტაპობრივად ვითარდება ინფრასტრუქტურა. დაწყებულია გზის რეაბილიტაციაც, რაც იმედს იძლევა, რომ მომავალში საქართველოს ეს უნიკალური მხარე ტურისტებისთვის მეტი დროითა და მეტი შესაძლებლობებით იქნება ხელმისაწვდომი. კენკაძისა და ზაზა შუკვანის რეპორტაჟი. შინგიჟური ამინდი ქონდა, როგორც კავკასიის შეფერება, დილით გაგვithენდა საოცარი ზიანი კაშკაშამ. ამინდის შემდეგ უცე მოიბურა, თოვლი ქონდა, რომ ბარდი მეუგასო გადაათეთრა ყველაფერი. მერე ისე მზე გამოვიდა და დღეს ესეთი კაშკაშამ ზიანი დღე გაგვithენდა, ცაზე ღრუბელი არისო და ეხა კიდე აი იკვრება ისევ ნისლი მოდის და ესე ცოტა ხანში ისევ გაიშლება. იქნებ ეს ცვალებადი ამინდია მიზეზი, ხეთს ყოველწუთიერად რომ ცვლის. იქნებ კლდეებსა და მთებზე გადამავალი ეს გზა, წესით რომ უნდა გაშინებდეს, მაგრამ უფრო გიზიდავს. ან იქნებ ხალხი, უამრავი სირთულის და მძიმე შრომის მიუხედავად მუდამ ღიმილიანი. ხალხურ გამონათქვამში სტუმრის მოსვლა მზის ამოსვლასთან რომ გააიგივეს და ახლაც სეზონის გახსნისთანავე სტუმრებს მოუთმელნადელიან. რატომ ირჩევ მრავალი შესაძლებლობიდან თუშეთს და ამ რთულ სერპანტინს მთებში მიმალული სოფლებისკენ მოუყვები. დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის აქ ამოსულ ტურისტს კიდევ ბევრჯერ დაბრუნების სურვილს რომ უჩენს. ჯერ ძირითადად უფრო უცხოელი დამსვენებლები არიან, იმიტომ რომ ძირითადი ქართველების ტურები იწყება ივლისის შუა რიცხვებიდან. ყავს უკვე აუარება ხალხი, ველოდებით კიდევ ძალიან ბევრს, იმიტომ რომ ჩვენი გიდები გვეუბნებიან, რომ ძალიან დიდი ჯავშნები აქვს, მინიმუმ 400-500 კაციანი ჯავშნები აქვს ამ ზაფხულს. და კიდევ ბევრს ელოდებიან და დასაწყისი არის იდეალური, ყოველ წელს მინიმუმ 20-30% ემატება რაოდენობა ხალხის და ვიმედოვნებ და უფრო და უფრო მეტი გაგვიცნობს, უფრო და უფრო მეტი მოვა. პირველ რიგში ქართველები, მოდით, თუშეთში ძალიან მაგარია. ზაფხული თუშეთისთვის წლის რიგითი პერიოდი არ არის. ეს დაბრუნების დროა. ერთადერთი სეზონი, რომლის სრულად გატარებაც ადგილობრივებს მშობლიურ მხარეში შეუძლიათ და როცა აქაურობა ტურისტებითაც ივსება. თვეების შემდეგ გამოცოცხლებულ გზებსა და ბილიკებს ზოგი გიდთან ერთად, ან ოჯახით. ზოგიც მარტო მიუყვება, მაგრამ ნანახი ყველასთვის ერთნაირად შთამბეჭდავია. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ჩამოსვლა ბოლო წუთებში სპონტანურად გადავწყვეტეთ. ვეძებდით მთიან ადგილს, სასიამოვნო ბუნებით და ამინდით და თანაც ევროპულ ქვეყანაში. ასე მოვხვდით აქ. აბანოს უღელტეხილი მანქანით გადმოვიარე და საკმაოდ ემოციური იყო. ახლა კი ფეხით დავდივართ ხეობებში. ყველაზე მეტად მთები და ბუნება მომწონს. ეს არის რასაც ვეძებდით. ხალხით აღბრთოვანებული ვარ, ძალიან თბილი და სტუმართმოყვარე ადამიანები გვხვდებიან და ცდილობენ ყველანაირად დაგვეხმარონ. ჩვენ გიდის გარეშე მოგზაურობთ და ღამეს კარავში ვათევთ. ვერ ვიტყვი რომ გვიჭირს. გზას მიმანიშნებლებით ვიკვლევთ და უსაფრთხოების კუთხითაც არანაირი პრობლემა არ შეგვექმნია. თუშეთს სულ გაინტერესებდა. ბევრი ქონდა გაგონილი თუნდაც გზის შესახებ. საკმაოდ რთული გზაა, მაგრამ როგორც მოსახლეობამ გითხრა, შედარებით ბევრად უკეთესია ახლა. ამიტომ გადავწყვეტეთ ამოვიდა ვათვალიერებთ. თბილი ხალხია, აღნიშნეთ კიდეც, რანასაც მოეწონა ისე თბილად დაგხვდნენ. აღფრთოვანებული ვარ. ნებისმიერმა ქართველმა აუცილებლად გადანახოს ჩემი აზრით ეს სილამაზე. საქართველოში პირველად ვართ, ძალიან მოგწონს. ულამაზესია და ტურისტების მიმართ ყველა კეთილგანწყობილია. დილით დართლოში გადმოვედით, მაკრატელას მთა გადმოვიარეთ და ახლა ამ ბილიკით ომალოში ვბრუნდებით. მაკრატელას გადმოვლა ყველაზე ძნელი იყო. საკმაოდ რთული რელიეფია, მაგრამ ძალიან ლამაზია. ჩვენ აქ ჩამოსვლა მეგობრებმა გვირჩიეს და ჩეხეთში დაბრუნების შემდეგ იგივეს ვაპირებთ. მინდა აქაურობას ხვებმაც ნახო. მეგობრების რჩევითა თუ აღმოჩენილი ფოტოებით მოხიბლულები აქ მხოლოდ უცხოელები არ ამოდიან. ბოლო წლებში თუშეთში ქართველი ვიზიტორების მატება შესამჩნევია. და რაც უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ეს მხარე ქვეყნის ტურისტულ რუკაზე, მით მეტად იზრდება მოთხოვნა შესაბამის ინფრასტრუქტურაზეც. სასტუმროების თუ საკემპინგი ადგილების ნაკლებობას აქაურობა ნამდვილად არ უჩივის. ტურისტებს ადგილობრივებისგან ცხენების თუ ტრანსპორტის დაქირავებაც შეუძლიათ და საკვების შეკვეთაც. თუ ქართველი ვიზიტორები ძირითადად შაბათ-კვირას ამოსვლას და აქაურობის მოკლე დროში მანქანით შემოვლას ახერხებენ, უცხოელი ტურისტების არჩევანი ხანგრძლივი საფეხმავლო ტურებისკენ იხრება და თუშეთს ამ მხრივაც ბევრი აქვს შესათავაზებელი.
ძალიან კარგს აკეთებენ ქართველები, რომ უნდათ შეისწავლონ თავისი ქვეყანა და რაც მეტი დრო გადის, მით უფრო მეტი ქართველები მოდიან თუშეთზე. ყველა შეყვარებულები დარჩებიან, ყველა. კი შეიძლება ცოტა კომფორტი იმდენი არ არის, შეიძლება ამინდებში არ უმართლებენ, მაგრამ ეს არის თუშეთი. აქ ცოტა სხვა ხასიათი უნდა და როცა ადამიანი ამოდის აქ თუშეთში, უნდა მოემზადოს, რომ ცოტა სხვა ხასიათი ჩართოს. ქართველები ძირითადად შეზღუდული არიან დროში. და ყოველთვის რამოდენიმე დღის ძალია ხომ ტურისტი თუ იღებს შეუძლებას მოდის აქ და თუშეთს აქვს პოტენციალი იმის რომ 10 დღით და მეტიდაც დავტოვოთ. ამით ისარგებლებს საზოგადოება რომელიც заინტერესებულია ეს და სასტუმროები და თავისი გესტაუსები აქვს, თავისი ბიზნესი აქვს, მეცხენეები არიან და ასე შემდეგ. ვასარგებლოთ სახელმწიფო თუშეთში რატო არის მხოლოდ თუში ხალხი დასაქმებული. იმიტომ რომ გვინდა რომ მაქსიმალურად პოტენციალი მივცეთ ბევრი რომ ჩამოვიდეს უცხო ქვეყნებიდან, ჩამოვიდნენ, დასაქმდნენ აქ და ის ძველი ცხოვრება რაც ისტორიას შემორჩა, გვინდა რომ ეს ყველაფერი კონდეთ ისევ ამათ. სწორედ ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადგილობრივების ხელშეწყობაა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტი. თუშეთის კარგად ცნობილი ადგილების გარდა ინფრასტრუქტურა და საფეხმავლო ბილიკები მიუვალი სოფლებისა და ბუნების ღირსშესანიშნაობებისკენაც ეწყობა. ამ მიმანიშნებლებისგან თქვენთვის საინტერესო ადგილამდე მანძილის და მიმართულების გარდა ინფორმაციას მარშრუტის სირთულის შესახებაც მიიღებთ. საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ეს ყვითელი ზოლი მარტივ რელიეფზე მიანიშნებს. წითელი საშუალო, ლურჯი კი რთულ კატეგორიაზე. 2016 წლის შემდეგ დაწყებული ამ პროექტით გზა და ტურისტული განვითარება ბევრი ისეთ ადგილამდე მივიდა, რომელიც მანამდე ნაკლებად ცნობილი და მოთხოვნადი იყო. თუშეთში დავასრულეთ ჩვენ 90 კილომეტრის სიგრძის საფეხმავლო ბილიკების მოწყობა და მონიშნა. ძირითადად ეს არის თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, კერძოდ გომეწრის ხეობაში. ეს ბილიკები აერთიანებს 16 სოფელს და ასევე ჩვენ შევეცადეთ, რომ ამ მარშრუტში ჩაგვესვა ისეთი ადგილები და ისეთი სოფლები, რომლებიც აქამდე მაინც და მაინც ძალიან პოპულარობით არ სარგებლობდა და ჩვენი მთავარი მიზანიც ეს იყო, რომ ეს სოფლებიც ჩაგვერთო ამ ბილიკებში, რათა ამ სოფლის მაცხოვრებლებმა დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მიღება შეძლონ. როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რა თქმა უნდა, ბუნება თავისთავად და საფეხმავლო ბილიკები არის ძალიან კარგად დამარკირებული. თუშეთში ძალიან ბევრი მოგზაური სარგებლობს საფეხმავლო ბილიკებით. ჩვენ გზაში, როდესაც მოვდიოდით, მათ შორის უცხოელები შეგვხვდნენ როგორც მანქანებით, ასევე მოტოციკლეტებით, ველოსიპედებით. მთელი ეს გზა, რომელიც ასევე აღსანიშნავია, რომ წელს გაფართოვდა და საკმაოდ კარგი ჩამოსასვლელია. ერთხელ მაინც უნდა ჩამოხვიდეთ თუშეთში მანქანით, რომ აი ეს გზა თქვენით გაიაროთ და ამ განსაკუთრებულ სილამაზეს ეზიაროთ. და რადგან ის რაც განსაკუთრებულად კარგია, ხშირად ლიმიტირებულიც არის, თუშეთში სტუმრობის დროც შეზღუდულია. მთავარი მიზეზი რთული კლიმატი და 2950 მეტრიან უღელტეხილზე გადამავალი ეს გზაა, რომლის რეაბილიტაციის პროექტის მეორე წელია ხორციელდება და გაფართოებით, წყალამრიდების და ჯებირების მოწყობით, გამოვლობის და უსაფრთხოების გაუმჯობესებას და სეზონის გახანგრძლივებას ისახავს მიზნად. ტურისტული სეზონი პიკს აქ ივლის-აგვისტოში აღწევს. თუმცა რეაბილიტირებული გზა და საფეხმავლო ბილიკების შესაძლებლობას იძლევა თუშეთში მოგზაურობის დაგეგმვისას გრაფიკში სექტემბერი და ოქტომბრის ნახევარიც თამამად დაამატოთ.